ეს არის აბსურდი თავიდან ბოლომდე. არც ერთი ფსიქოლოგი არ აიღებს თავის თავზე იმის გადაწყვეტას, რომ ბავშვი შემოწმების შედეგად არის მზად, დიდი შეიძლება ეს დაასაბუთოს კოგნიტური უნარებიდან გამომდინარე. ანუ კომპრომისს არ უნდა ელოდნენ ის მშობლები, რომლებიც ითხოვენ, რომ თქვენ გადახედოთ გადაწყვეტილებას. არა, კომპრომისი აქ ვერ იქნება ისევ და ისევ მათი შვილების საკეთილდღეოდ. ჩემი რეკომენდაცია არის, რომ დამატებითი შეკითხვები მართლა ძალიან საინტერესოა, დაუსვათ სპეციალისტებს და მივიღოთ ამომწურავი ინფორმაცია. დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ არც ერთ მშობელს აღარ დარჩება შეკითხვა და სახელმწიფოც ამ შემთხვევაში ნამდვილად შეძლებს, რომ აიღოს პასუხისგებლობა, რომ ეს ადამიანი, ეს ბავშვი იქნება სრულფასოვანი ახალგაზრდა და არ ექნება პრობლემები, რომელიც შემდეგ საფრთხეს უქმნის მათ ჯანსაღ ცხოვრებას და ასე ვთქვათ ცხოვრების ასპარეზის გაგრძელებას. ძალიან დიდი მადლობა თამარ სანიკიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ჩვენს ეთერში რეკლამის დროა. რეკლამის შემდეგ ია მეტრეველთან ერთად დაგიბრუნდებით. საბერძნეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ხავს. რას მოუტანს საბერძნეთს 40 წლის ევროსკეპტიკოსი ალექსის ციპრასი. ახალი Ariel Pod-ის 3 ერთში კაფსულები. იქონიეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ. პირველი სარეცხის საშუალება 3 განყოფილებით, რომლებიც ერთდროულად მოქმედებენ. ასუფთავებს. ამოყავს ლაქები, მატებს სიკაშკაშეს. Ariel Pod-ი ყველაფერი მხოლოდ ერთში. ახალი Ariel Pod-ის 3 ერთში, ყველაფერი, რაც გჭირდებათ. მე ბედნიერი ვარ. უკვე მაქვს ჩემი საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს. ყველა ახალი ნივთი მაგზნობინებს, რომ რაღაცას ვქნი, რომელიც მის მოეწონება, გამოადგება. მე ბავშვთა სახლში გავიზარდე. ვცდილობ ხშირად მოვიდე ხოლმე აქ. აქ ყველაზე მეც ოცნებობენ და ყველაზე მეტად ჭირდებათ დახმარება. ადრე აქ კედელი ვიპოვეთ. ჩვენ სურვილებს ვწერდით. ხანდახან ახალი წარწერებიც მხვდება. მე ფონდის დახმარებით ეს შევძელო, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი ჩემი მეგობარი ჯერაც ელოდება. პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა კურთხებით შექმნილი ფონდი ნატახტარი ეხმარება მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს აიხდინონ ოცნებები. ყოველი ლიმონადის ყიდვისას 1, 3 და 5 თეთრი გადაირიცხება ფონდ ნატახტარში. იზრუნე მომავალზე. იჩქარე, 9 მილიონის გათამაშებამდე დარჩა მხოლოდ 18 დღე. ტექნობუმი გისურვებთ მოგებას. ეს არის ქრონიკა 8-ზე, უბრუნდებით დღის მთავარ თემას სტუმართან ერთად. ია მეტრეველია ჩვენი სტუმარი, საღამოშტოების საქართველოს. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. დღეს სახალხო დამცველმა საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია